განვაგრძობთ მუშაობას და გვერდება ჩვენი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. ბატონ დავით, საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ კონტაქტზე და პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. ბატონ დავით, მინდა დავიწყოთ ნატოს გემდივანთან შეხვედრით. რა გითხრათ იენს სტოლტენბერგმა დახურულ შეხვედრაზე? რამდენად კმაყოფილია ის საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებით? სავარაუდოდ დააყენებდით მასთან ისეთ პრობლემატურ საკითხებს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება და რუსული პროპაგანდა, რომელიც განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გააქტიურდა, გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს პარლამენტში გქონდა ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის გვემასპინძლა. მე მოხარული ვარ, რომ ნატოს სხვადასხვა სტრუქტურებთან საქართველოს პარლამენტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ჩამოყალიბებული. აქვე ვიტყვი, რომ მომავალ წელს მაისში საქართველოს უმასპინძლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრას, ყოველწლიურ შეხვედრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. იმიტომ რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, რომელსაც ჩვენ სულ 2 თვის წინ უმასპინძლეთ, საქართველოს არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ნატომ გადაწყვიტა ამით ხაზი გაუსვას ჩვენი პარტნიორობის მზარდ ხასიათს და ამიტომ ჩამომბრძანდებიან ნატოს 29 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები. დღეს რაც შეეხება ჩვენ გქონდა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრა, მანამდე გაიმართა ნატოს გენერალურ მდივანთან ბატონ სტოლტენბერგთან შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ურყევ სწრაფვას ნატოს მიმართულებით. ბატონმა სტოლტენბერგმა ბრძანა, რომ ნატო ასრულებს თავის დაპირებებს, საქართველოს გახდება ნატოს წევრი. ამასთანავე ამ პროცესში ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ყველა იმ ინსტრუმენტით, რაც გვაქვს, რომელთაც ვსარგებლობთ კიდეც ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ეს ინსტრუმენტები. მე ბატონ გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ შექმნილი ვითარება საქართველოს გარშემო, კავკასიის გარშემო და მთელ მსოფლიოშიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან ინოვაციურ გარკვეულ შემოქმედებით მიდგომებს და არა პროცესების ჩვეულებრივი გზით განვითარებას. აქვე ხედველობაში მქონდა ძალიან ბევრი თემა, მათ შორის ოქრივი ურთიერთობების ნაწილში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოს სხვა სახელმწიფოებთან, დიდ ბრიტანეთთან მაგალითად და ჩვენ მივიღეთ სრული ურთიერთგაგება ნატოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოს უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება ნატოს წევრობამდე ამ პროცესში ჩვენ რაც მეტ ასეთ ბერკეტს შევიძენთ და ჩემი აზრით ამერიკული სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ასეთი ბერკეტია, ჩვენ ეს მცდელობა უნდა გქონდეს და უნდა განვახორციელოთ. რაც შეეხება დემოკრატიზაციის პროცესს, აღინიშნა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, ეს პირველად არის თქვა ნატოს წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ბატონმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ისურვებდა, რომ სასამართლოს მიმართულებით იყოს რეფორმები გაგრძელებული და მე იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტმა რაც ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მომავალი პარლამენტი დაასრულებს საკანონმდებლო ნაწილში სასამართლო რეფორმისთვის სწორი ნაბიჯების გადადგომას. გასაგებია ბატონ დავით, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, იყო სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საუბარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გათავსდეს, როგორც თქვენ ამბობთ, მანამ სანამ ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ინიციატივა თქვენ პარტიას ეკუთვნის და თქვენი გუნდი ამერიკელებთან მოლაპარაკებების ახალ პროცესსაც იწყებს. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ინიციატივის შესახებ. ბატონ სტოლტენბერგთან, რომელიც ნატოს გენერალური მდივანია და არა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მე როგორც გითხარით, მე მას ვუთხარი, რომ საქართველოს ვალდებულია და ეს იქნება სწორი ალიანსისთვისაც, ნატოსთვის, თუ ჩვენ სხვა ბერკეტებსაც გამოვიყენებთ ორქრივ თანამშრომლობის კუთხით. კარგით, მაშინ იქნებ გითხრათ მეტია თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, ანუ საკმაოდ ესეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ინიციატივამ. მართლმა შეუძლებელია შეაფასა არაკომპეტენტურად ეს ინიციატივა. არა უშავს მართველი გუნდი უკვე რამოდენიმე კვირაა ესე მასირებულად დებს ბრალს არაკომპეტენტურობაში, ამას გაუძლებ არა უშავს. მე მგონი არის აბსოლუტურად კომპეტენტური დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და გამგზობადი ოკუპაციიდან გამომდინარე, არა მხოლოდ რუსეთის აგრესიული ზრახვებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პრაქტიკულად ყოველდღიურად ხელახლა დასტურდება, არამედ ზოგადად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ისლამური სახელმწიფო, რომელიც ყურის ძირშია საქართველოსთან, ახალ ფაზაში შედის და ამას სჭირდება მეტი ყურადღება, არის სხვა მოვლენები, რომელიც ვითარდება ჩვენ სიახლოვეში. ამიტომ მე მგონია, რომ საქართველოს მხრიდან, რომელიცაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკვე აქვს დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ქარტია, რომლის ფარგლებშიც არის რამოდენიმე კომპონენტი. ჩვენ გვაქვს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან ბევრი მიმართულებით, ამიტომ ჩვენ საქართველოს ჩემი აზრით და ჩვენი რესპუბლიკელების აზრით
უფრო მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის და ამ ურთიერთობის გაღრმავების და გამყარების ერთ-ერთი გზა და ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა ფიქრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დიახ განთავსდეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ვითარებაში, როდესაც შავი ზღვის აუზში იქმნება სრულიად ახალი ვითარება, მათ შორის სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო თავისი ფლოტის გაძლიერება შავი ზღვის აუზში და ამით განაცხადა პრეტენზიები გაცილებით მეტზე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიის ესა თუ ის ნაწილია, ჩვენ ხედავთ ნატოს მხრიდან ადეკვატურ ღონისძიებებს, როდესაც საუბარია შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ამ პროცესში მონაწილეობს ნატოს სამი სახელმწიფო, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ამ პროცესში მონაწილეობს ნატოსთან დაახლოებული და ნატოსთან ძალიან მჭიდრო პარტნიორობაში მყოფი საქართველო, უკრაინა და ამ პროცესში ჩვენ საქართველოს უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილიც, რომელიც იქნება ჩვენივე თავდაცვის საუკეთესო საშუალება. მოგეხსენებათ, უკრაინა ამ თვალსაზრისით არის გაცილებით ცუდ დღეში მას შემდეგ, რაც იგი გახდა რუსეთის ანექსიის მსხვერპლი, ანუ ყირიმი და სხვა საზღვაო მისასვლელები რუსეთს აქვს ბლოკირებული. ამიტომ საქართველოს უნდა ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ ამ მოვლენებზე, ჩვენთვის ხელსაყრელი, ჩვენი სამშობლოსთვის საჭირო ნაბიჯებზე ვიფიქროთ, გამოვიდეთ ინიციატივებით და მივმართოთ პარტნიორებს ჩვენ რისთვის ვართ მზად. ამასთანავე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა თავისთავად არავის საფრთხეს არ უქმნის, ისევე როგორც საქართველოს პორტებში, ბათუმში 2-3 თვეში ერთხელ შემოსული ამერიკული სამხედრო ხომალდები, რომლებიც შემოდიან და გადიან, ისე რომ არავის პრობლემას არ უქმნიან, ოღონდ ყველას შევახსენებ, რომ სწორედ ამერიკის სამხედრო ხომალდების დამსახურება იყო ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩვენ არ მივიღეთ მთლიანად დაპყრობილი საქართველო. სწორედ შემოსულმა სამხედრო გემებმა შეაჩერა ის აგრესია და როდესაც საუბრობენ იმ არაკომპეტენტურობას და ასე შემდეგ, მე მინდა მოვისმინო კომპეტენტური აზრები მის თაობაზე, რატოა ეს შეუძლებელი, რატოა ეს არასწორი პოლიტიკური განაცხადი, რატო არ უნდა ვთქვათ ჩვენ ამის მზაობის თაობაზე, რატო არ უნდა შევიდეთ დიალოგში ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებიც ისედაც ძალიან ბევრს გვეხმარებიან ამ მიმართულებით. ამასთანავე ეს არის არა ერთი და ორი დღის საქმე, ასეთი საქმეები არ წყდება ერთ კვირაში და ერთ თვეში და ორ თვეში, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ დავინახოთ პროგრესი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის უნდა გადავდგათ ასეთი ნაბიჯებიც. ესაა ჩემი პოზიცია, ესაა რესპუბლიკელების პოზიცია. ჩვენ არ ვიჟინებთ, რომ ეს არის ერთადერთი. ამერიკის ელჩმა თქვა თქვენს ინიციატივაზე, რომ ეს არის საინტერესო ინიციატივა. ხომ არ გქონიათ იანკელისთან შეხვედრა და ამაზე საუბარი? ჯერ არ მქონია ბატონ ელჩთან საუბარი, თუმცა მე ახლა დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, არც საქმეს შეეფერება და არც სწორი იქნება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ მე და რესპუბლიკელებს იმდენი მაინც მოვეკითხება ჭკუა და იმედია, ესე იგი, ბოლომდე ჭკუადაკარგულებათაც არ მოგიხსენიებენ ცოტა ხანში ჩვენი კოლეგები, რომ ასეთ საკითხებზე არ ვისაუბროთ თუ არ იქნება მოვლენების ვითარების ღრმა ანალიზი და კიდევ ვიმეორებ, ხაზს უსვამ და ამაზე მეც არ და ვერ ვისაუბრებ, ხაზს უსვამ იმას, რომ ჩვენს შემოგარენში გეოპოლიტიკურ გარემოში მიმდინარე მოვლენები გვიბიძგებს იქითკენ, რომ ამაზე ეს საკითხი წამოვწიოთ. ახლა დიპლომატები, ელჩები ამაზე უფრო დეტალურ კომენტარებს არ და ვერ გააკეთებენ და არც არის სწორი და არ წყდება ამ დონეზე, მაგრამ თავისთავად ბატონი ელჩის კომენტარი, რომ ეს არის საინტერესო საკითხი, ნიშნავს იმას, რომ ეს არის სერიოზული საკითხი და იმედია ამერიკის ელჩსაც არ დადდებენ ბრალს არაკომპეტენტურობაში. ბატონ დავით, მინდა გადავიდეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენი სამართლით გაკეთებულ განცხადებებზე დღეს ექსპრემიერმა საკმაოდ დიდი დრო დაგითმოთ. მან რესპუბლიკელებს ცუდი პარტნიორები უწოდა. რატომ, როგორ ფიქრობთ, რატომ აფასებს ივანიშვილი ამგვარად თქვენს გუნდს? ივანიშვილი იძულებული და ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რაც მის პარტიას ქართულ ოცნებას ამარჩევნებზე წაადგება და როგორც ჩანს, მანაც გააკეთა ესეთი არასწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ესე იგი თუ დაესწრები თავს რესპუბლიკელებს, ამითი ესე იგი პოლიტიკური წარმატებები გარანტირებულია ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი პოლიტიკური წარსული, ჩვენი პარტიის არა, ქვეყნის ცოტა სხვა რამეზე მიანიშნებს. არ ამგონი ეს იყოს ყველაზე უფრო სწორი ტაქტიკა ამა თუ იმ პარტიის წარმატებისთვის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმატებისთვის. ჩვენ პარტნიორობაში არასდროს არ გქონია გადაულახავი პრობლემები, ჩვენ გაგვიჩნდა განსხვავებული მოსაზრებები მომავლის თაობაზე, ეს გამოვლინდა რამოდენიმე თვის წინ და სამწუხაროდ მე პირადად
მიწევს ისეთ საკითხებზე საჯარო საუბარი, რაზეც უწინ ყოველთვის და ძალიან ინტენსიურად ჰქონდა საუბარი ერთიერთზე ბატონ ბიძინასთან ან სხვა ფორმატში, კოალიციურ ფორმატში. არც ერთი საკითხი, არც ერთი თემა, არც ერთი პრობლემა, რომელზეც მე ვსაუბრობ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, არ ყოფილა ახალი ამ ბოლო ხანებში წამოჭრილი და წამოწეული. სამწუხაროდ ბატონმა ბიძინამ ამ ეტაპზე სხვა მიმართულება დაინახა ქვეყნისთვის სასიკეთო და ქვეყნისთვის სასურველი. მე ღრმად მჯერა რომ ეს არასწორია. მე ამას არ დავმალავ და ვერ დავმალავ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი კერძო საქმე, ჩვენი კერძო რაღაცა ინიციატივის თავობაზე არ ვსჯელობთ, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს საკითხებზე ვსჯელობთ. ისე როგორც ბატონ ბიძინას აქვს პრეტენზია, ამბიცია, რომ ქვეყანას ემსახურება იმით, რასაც აკეთებს, მეც მაქვს პირადად დავით უსუფაშვილს პრეტენზია, რომ ქვეყანას ვემსახურები იმით, რასაც ვაკეთებდი და რასაც ვაკეთებ, ისე როგორც ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ რაღაცას არ და ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ის არ არის ქვეყნისთვის სწორი, ასევე დავით უსუფაშვილს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ რაღაცას არ და ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ქვეყნისთვის არ არის სწორი. მე ვერ დავტოვებდი რესპუბლიკურ პარტიას არჩევნების წინ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიას ვერ და არ დავტოვებდი და ეს არ იქნებოდა არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად სწორი. არამედ არ გავაკეთებდი ამას, იმიტომ რომ ახლა რესპუბლიკური პარტიიდან წამოსული უსუფაშვილის ფასი იქნებოდა 0 იმ სისტემაში, სადაც ბატონი ბიძინა თქვენ არ მიპასუხეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა თუ შეიძლება აი სწორედ აი ამას გისვამთ შეკითხვა, სწორედ თქვენ ახსენეთ, რომ შემოგთავაზათ ბიძინა ივანიშვილმა, არა გიორგი კვერიკაშვილმა დამოუკიდებლად გამიჯნოდეთ რესპუბლიკურ პარტიას და არჩევნებში ისე მიგიღოთ მონაწილეობა. აი თუ საუბრობთ ღიად, შეგიძლიათ გითხრათ ამის ანაცვლოდ რა შემოგთავაზათ პრემიერ-მინისტრმა? პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მანამდე სხვა რამეს ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა უხერხული ტერმინი მოვისმინე მე და არ მინდა მე ამაში არ გავყვები ბატონ ბიძინას და მე დარწმუნებული ვარ რომ თვითონაც გაუფრთხილდება სიტყვებს მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონია ეს ურთიერთობა, რომ ასე მელაპარაკებოდეს ბატონი ბიძინა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. აქ საუბარი იყო იმაზე, კაცურად მოვიქეცი თუ არ მოვიქეცი. მე მინდა განვაცხადო, ხვდები რა შემთხვევასაც გულისხმობს ბატონი ბიძინა და ვამბობ სრული პასუხისგებლობით. დიახ, ორ კაცს შორის გიორგი კვირიკაშვილსა და ჩემს შორის იყო შეხვედრა. გიორგი კვირიკაშვილმა კაცურად დასვა კითხვა, მან მიიღო ჩემგან კაცური პასუხი, ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს კაცურად და დავშორდით კაცები და ასევე დავრჩებით მთელი ცხოვრება. გიორგი კვირიკაშვილთან არც პოლიტიკურად, არც კაცურად მე არც გასაყოფი მაქვს რამე და არც შემეშლება რამე. ეს არის ადამიანი, რომელზეც უამრავი რამეა დამოკიდებული ამ ქვეყანაში უახლოეს ხანებში. მე მას უსურვებ წარმატებას და მე მას უსურვებ გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც პარტიაშია, ქვეყანაშია და ბევრ სხვა ვითარებებში და ურთიერთობებში. მე ამ თემაზე მეც არ ვილაპარაკებ. ახლა თუ იქნება კიდე დეტალებზე საუბარი, იძულებული ვიქნები რაღაც თქვა, მაგრამ თქვა იმდენი და ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არჩევნების პროცესში ვართ, ამ არჩევნებმა უნდა არჩევანი გააკეთოს. აქ არ არის ახლა ადგილი და დრო პერსონალური კინკლაობის და გარჩევების. ამ ნაწილში მე მაქსიმალურად შევეცდები, არ გავყვე და არ ავყვე არავის, დღემდე არ მიქნია და იმედია ახლაც მოვახერხებ. ასე რომ ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არის საქმიანი და ნორმალური, ასეთი იქნება და მე კიდევ ვიმეორებ წარმატებას, უსურვებ კვირიკაშვილს და უსურვებ გამძლეობას და იმის შემძლეობას, რომ გაუმკლავდეს ის პრობლემებს, რომელიც იზრდება სამწუხაროდ და არ მცირდება. დიდი მადლობა. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენი დრო ამოიწურა. პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.